მოგესალმებით მეგობრებო, დღევანდელ ვიდეოში ვიქნება PUBG Mobile-ის მომდევნო ჩელენჯი, ჩემ თავს ვუკეთებ ასეთ ჩელენჯს, ვითამაშებ ჩვეულებრივად Erangel-ს, თუ წავაგებ მატჩს, ის რომ ამ ექნება თქვა 15 ან 20 კილი, ნიშნულობა არ აქვს რომელ ადგილზე გავალ, თუ გინდა ტოპ 80-ზე გავიდე, თავარია მქონე ის 15 კილი და თუ ვერ გავაიდი ამ 15 კილით, დავხარჯავ ჩემ 4088 USUS, იმენა 88 USUS და როგორ დავხარჯავ ამას? ავდგები, ავარჩევ 4 გამომწერს, რომელსაც ჩემ მეგობრებს ექნება, ანუ ჩემ მეგობრებს თუ გამომწერს თუ ნიშნულობა რა გვინდა მოვა, 4 გამომწერს ავარჩევ და ვინც ამოვა მაგ 4 კაციდან, გავუგზავნი 4 თვითმფრინავს. ვინც არის ის თვითმფრინავი არის 1000 USD და გაძლევს თუ ორსები 25000 თუ 250000 პოპულარით, მართლა აღარ მახსოვს. ნუ რა მნიშვნელობა აქვს, გავუგზავნი მაგას 1000 USD-იან პოპულარით და როგორ უნდა ამოვარჩიო ეგ 4 გამომწერი. როგორც გითხარით, გვაქვს Discord-ი, შემოდით Discord-ზე, დაბლა ლინკი აღწერაშია, დააჭირეთ, შემოდით და მაგ 4 კაციდან ვინც დაწერს, რომ დაპლიუსდება, სულ 4 კაცი იყოს, ეგრევე ავარჩევ მაგ 4 კაცს და პირდაპირ გავუგზავნი მაგ 1000 USD-იან თვითმფრინავს. თქვენი შანსია ძმები, თუ გინდათ რომ არ დაკარგოთ, რავი ძმები, შემოდით Discord-ზე. თუ ამ ჩელენჯი მოვიგე, შემდეგ გათამაშება მალევე იქნება 1000 გამომწერზე, როგორც გითხარით, ხავს რაღაცას გავაკეთებ, იგივე ჩელენჯს და რაღაცას და რავი ძმები, თავი რო არ მოგებეზოთ, მოდი დავიწყოთ. ნუ როგორც ხედავთ, ეგრევე დავეშვით ჯორ პულში, რადგანაც უფრო მეტი კილი შევძლო გაკეთება. ჯეჯერობით არავინ ჩანს, მაგრამ იმედია მერე და მერე ხალხი გამოჩნდება აგერ უკვე. იპოვეთ შოტგანი, ავიღოთ რაღაც ტყვიები, მაგრამ ჯეჯერობით არაფერი ჩანს, აგერ მეორე შოტგანიც ვიპოვეთ და აგერ მესამეც ვიპოვეთ უკვე. რავი ძმა, ნორმალური იარაღი რო ვიპოვეთ, უფრო კარგი იქნება, აგერ მეოთხე ძმა. რა იყო, ხო რაღა და 4 შოტგანი ერთი. რა იყო? აგერ იქ მანქანა დადეს, აგერ ერთი კაცი დასეირნებს წინ დაუკან და აუ, მოიცა. აგერ თავისიანიც გამოჩნდა, იმენა აუ, ვის გავყარდი. რას დაახიან წინ დაუკან. მაგრამ მე ასეთი რაღაც გადავწყვიტე ძმები, თუ ის რა არის. აუ, აქაც ერთი კაცია, ხო რა გადავა. მაგრამ აქედან რო გავარტყა, არც გამოჩნდება, ნახე, არც ერთი ყმა აქ. და ხო, ვინც აიცით, ზოგადად ეს Winchester-ი არის ჩემი შექმნილი, ჩემი მიერ არის გაკეთებული ეს შოტგანი, მე მივაყარე სტიკერები და რაღაცები და მგონი ეხლაც არის თემდი არსებობს PUBG Mobile-ში მსგავსი ისა რომ თავიდან გააკეთეს ესეთი რაღაცები და ახლა აღარ მახსოვს ეს ძალიან ადრე გავაკეთე 2-3 წლის უკან მეტი თუ არა და აგერ რამდენი HP დამაგრო ბანდაჟებიც არა მაქვს და რავი ამან რომ შემომიწიო შეიძლება გამაგდოს რა გამიგდოს ეგრევე ციხოს აგერ ბანდაჟებიც ვიპოვეთ ჟენიალური ახლა უცებ გავიხილები და მე ვნახოთ აბა რა მოხდება რა ნუ როგორც ხედავთ მეოთხე კაცი დავმაკე უკვე რა ძალიან კარგია ეგრევე 4 კილი გვაქვს და ჩემი აზრით უკვე დროა რომ გადავიდეთ სხვა ადგილებზეც რა აგენაც უფრო 15 ან 20 კილი დავაგროვოთ. ნუ აქ შედარებით დიდი ომი გამომეცხადა, ცოტა ვიდეო რო არ გაწერილიყო, უცებ ავაჩქარე, რომ უფრო საინტერესო ყოფილიყო საყურებლად და როგორც ხედავთ, რამოდენიმე კილი დავაგროვე უკვე რა. ახლა ძმები აგერ აქ ჩავჭრებით მანქანაში და რას ვლაპარაკობდი, თავარ რაღაცას, თუ ამ ვიდეოს აუმიგროვდება ამ ვიდეოს შემდეგ დაახლოებით 1 დღეში ან რავი 10 საათში რამოდენიმე ხანში, აი მალევე ვიძახი რა. თუ მიგროვდება 1000 გამომწერი, მეცა ეს ორი კაცი დავიწყო. ეს ავკავავში. დავაფინიშოთ. 1000 გამომწერი, მოკლედ, თუ ამიგროვდება ამ ვიდეოს დადების შემდეგ, მალევე ვიძახი, აი მაქსიმუმ, ყველაზე მაქსიმუმ 1 დღეში გავათამაშებ 2 თვითმფრინავს 1000 USD-იანს, 2 გამომწერს ავარჩევ რანდომად, აუცილებლად მაგაზე ცალკე ვიდეო დაიდება და გადაეცემა თვითმფრინავი 1000 USD-იანი და რავი ძმები, თქვენი შანსი რო არ გაუშვათ ხელიდან ვათამაშებ ამ ვიდეოში, როგორც გითხარით, ახლა 2 კილი გამაგრია და 100%-იანი მომეწევთ ამას გაკეთება, 2 კილს უუჭველი გავაკეთებ და 4000 USD შეიძლება ვერ გავათამაშო ამ ვიდეოში, მაგრამ 2000 USD გავათამაშებ შემთხვევაში თუ ამ ვიდეოს დადების შემდეგ მალევე ამივიდა 1000 გამომწერზე. ანუ თქვენი შანსია ძმები, რომ გამოიწეროთ არხი, შემოხვიდეთ Discord-ზე, რადგანაც როგორც გითხარით, Discord-ზე დავწერე რომ გათამაშება დაიწყოთ და ვინც დაწერს პლუს პირველი 4 ადამიანი თუ 2 ადამიანი მაგათ მივცემ თუ არ დაიწერება დაახლოებით 10, 15, 20 წუთის განმავლობაში პლუსი ჩემი იმის შემდეგ იმ 2000 USD თქვენ გამაზავთ ისევ არავის არ მივცემ იმიტომ არ საჭირო რომ შემოხვიდეთ ჩემ Discord-ზე ხოლო ვისაც Discord-ი არ აქვს გადმოიწერეთ მე მართლა ადვილია დარეგისტრირება და რავი რა თქვენი იმედზე ვარ ძმები 1000 გამომწერზე თუ ავალ ამ ვიდეოს შემდეგ მალევე აუცილებლად გავათამაშებ 2000 USD-ის დონეს პოპულარიერს. ან შეიძლება მანქანებით გავათამაშო, რომ უფრო მეტ ადამიანს შეხვდეს. გააჩნია კიდე რამდენი შეგროვდებით.
ნუ თქვენ დასამწუხაროდ უკეთ 18 ქილი მაქვს, სამწუხაროდ ეს ჩელენჯი 4000 იუსი არ გათამაშდება, მაგრამ კიდე გაქვთ შანსი როგორც გითხარით, რომ 2000 იუსი გავათამაშო, ისევ თქვენზეა დამოკიდებული ამ ვიდეოს მალე აუგლოვდება თუ არა 1000 გამომწერი, თუ აქამდე საყურებლად რავი, ბოლომდე არავინ რჩება, აი ესეთ მაგარ ინფორმაციას მაზავს, მაგრამ ეგ არაფერი ძმები, შევეცდები თუ ვიდეოს არ ავიდა 1000 გამომწერზე ეგრევე შემდეგ ვიდეოში მალევე ვახსენო, დაწყებით ვახსენო და აქ ერთი კაცი გაჩერდა. ეს კაცი დამდევდა თელი მათი და ახლა გააჩერა ტიმა. ახლა შედება. ნუ რავი, შემდეგ ვიდეოს რო გადავიღებ, შემდეგ ვიდეოს აუცილებლად ვიდავდებ რაღაც საკითხებზე და მაგ ვიდეოს თუ არა დაიწყება, ეგრევე მოგახსენებთ ამ ინფორმაციას. ამ ვიდეოს გარდა შეიძლება შემდეგ ვიდეოშიც მოგცეთ შანსი რომ 1000 გამომწერზე მალე გავიდე, იმიტომ რომ მართლა ძალიან 1000 გამომწერზე ასვლა უკვე. რამდენი ხანია ვითხოვ და რავი, ჩემი აზრით კარგი გათამაშება ჩემი აზრით შევეცდები ყველას გადასცეს პრიზი თუ ბევრი აგროვდებით მართლა თუ ბევრი აგროვდებით გავათამაშებ მანქანებს და არა თვითმფრინავებს იმიტომ რომ თვითმფრინავები უფრო ძვირი ღირს და მანქანას თუ დაგირეკეთ უფრო მეც შეგხვდებათ და რავი აბა შევეცდები ვიდეოებიც ხშირად დავდო ხოლმე მიზერებო ხოლმე რაღაც მონტაჟი ვიდეოს გადაღება ისე ძალიან დიდი დრო მიაქვს ხმები და რაღაცეები და რავი აბა უკვე 20 ქილი გვაქვს როგორც ხედავთ შევეცდები ამ მატჩს მოვიგო რადგანაც უკვე ცოტა ხალხი დარჩა და ვნახოთ აბა როგორ განვითარდება მოვლენები. აგერ აქ ბოტების ჯგუფს შევენახე ეგრევე, აქ ერთი დავუნებე თქვენი როლი, მეორეც დაუნებოთ, მესამეც დაუნებოთ, იმიტომ ბოტები არიან ესენი ჩემთვის რა. გონი მართლა ბოტები არიან, ვეღარ ხვდები უკვე იმდენი განახლება გამოვიდა, ვეღარ ხვდები ვინ არის ბოტი და ვინ აღარ და მოდი დავაფინიშოთ, შევეცდები რაც შეიძლება მეტი ქილი გავაკეთო, რაც მეტი ქილის გავაკეთე, მით უკეთესი და გონი ამდენი ქილი არ ვხედეს გონია 22 ქილი უკვე კაია და 23 ხა ამასაც დავაფინიშებ და იქით დასრულებია მივაკითხა იმასაც და ქულებს ავიკრო. აგერ ძმები როგორც ხედავთ, მაღლა სულები იყო და გადმოვინაცვლე ეგრევე რამოდენიმე ქილი გავაკეთე და აი იქითკენაც ერთი კაცი დაგვის და ვერ ხედავ საიდან არის. აი ჩავიდებ რა. გავდოინო კაცმა აუძლებს. კაია 26 ქილი გვაქვს ჩვენს გარდა 6 კაცია დარჩენილი ზონას პატარაა და რავი, ჩემი აზრით ეს მატჩი მოგებულია რა. აგერ დროპს გავუთავუცებ, დაბლეთს ჩავარ, გავილუთები და ნახოთ რა მოხდება. ესაც შემდეგი ნოკიძმები უკვე 27 ქილი გვაქვს და სულ 5 კაცია დარჩენილი მეტა საითკენ არიან ვერ ვხედავ აქედან ნორმალურად და ვნახოთ აბა გონი იქიდან არიან ტყვეებიც აღარა მაქვს შავი ტყვეები აღარა მაქვს M7-ისთვის ტყვეები აღარა მაქვს ბევრი მაგრამ ეს მეყოფა ჩემი აზრით მარტო იმიტომ რომ ემოს ვიხმარებ თუ რამეა და ალბათ აქეთკენ იქნებიან იმიტომ რომ აქეთ გავიგეთ ტყვეში უცებ ნეტა ამას თიმეიტი თუ ყავს არც ვიცი აქვე თუ ყავს ორი ისეთი თიმეიტი ყავს იმიტომ რომ დაინო კაი ეგრევე და რავი აბა ჩავრე შეჭოდი აგი მე ესეც ეს 29 ქილი გვაქვს 30 ქილი დავასვენ ხომ ой ბიჭი ხوار გადავ ოიმი ტიმა რაკნა ხوار გადავ ნახე რა HP-დან თუ აუცებ გავიგილები და ეს დაგურაშავს ეხა ამას რამე უნდა ვქნოთ ტიმა მართლა დაგურაშე ძმა აქეთკენ არის გონი მოიცე უცებ ენერგია არა ოკეი აქ არის აუ ხوار გადავ ეს ხომ კარტვინს და ერთ დავაკელი ცოტა გადავაშოთ ეგრევე ვა საწავიდა ხوار გადავ მოდია ხოუკა კაია მოკალი უკვე 30 ქილი მოგგორს ხედავთ 31 ქილი დავასრულებთ და თუ მოვიგე ეს მატჩი იმედია მოვიგებ მართლა ძალიან მაწყობს რომ მოვიგო იმიტომ რომ უფრო მაგარი იქნება 31 ქილით რომ დავამთავრო მოგივით მატჩი მართალია ძალიან ცოტა ნამდვილი მაგარი პლეიერი შეხვდა მაგრამ ეგ არაფერი ბოტები ძალიან ბევრია ბოტები არის უფრო მეწილად ხოლმე ვცდილობ რომ უფრო და უფრო რანკი რომ მოვიმატო უფრო ძლიერი მოწინააღმდეგები შეხვდნენ მაგრამ მაინც არ ხვდებიან რა უქნაწვები რა ვიცი მე რა აღარ ვცადე ლივიკი ვითამაშა კი ვითამაშე და თითქმის ყველგან ბოტები არიან ამბობენ უფრო მეტად PUBG-ს რო სტარტავ 30% ბოტია და რა ვიცი ჩვენთან ზღვა 40%-ია მგონი მაგრამ იმის ბალიც არა რანკი ძალიან დიდი არ მაქვს რადგან დრო არ მაქვს რომ რანკი ავკაჩე და აგერ რავი ვერ პოულობ იმ ერთ კაცსაც რა ეხა ვიპოვი სად არის ეს ერთი კაცი და იმედია მოვიგებ აბა აქეთკენ ხო არ არის ნახე არც კი ჩანს სად არის ძმა ესეთ პატარა იმაში უცებ საიდანმე არ მომეპაროს და არ დამნაგოს ეგრევე თორე მეწყინება მაგარი თქვენ არ დაგავიწყეთ ძმები და არ აიქოთ ვიდეოზე და შემოხვედეთ Discord არხზე ან Discord channel-ზე რომელიც ვიდეოს დაბლა იქნება მითითებული და აბა ვნახოთ აუ არა ეს კაცი ყოფილა აბა აქეთ
რა იყო ძმა, სად იმალება, მგონი ბალახის კინიაცვია. იმიტომ რომ საერთოდ არ აჩანს სად არის რა. ნახე არ ჩანს ასაც. აგი. რა იზი ყოფილა, ისაც გოდი იყო მგონი. და როგორც ხედავთ 31 კილით მოვიგეთ პირველ ადგილზე. უკვე წარმოვიდგენიათ ჩემი ქედი როგორ აიწია მაღლა. სამწუხაროდ ძმებო, ეს ვიდეო დასასრულს მივახრო და თუ მოგეწონათ ეს ვიდეო აუცილებლად დაალაიქეთ და კომენტარით და გამოიწერეთ ჩემი არხი, რაც ავიდეთ მალე 1000 გამომწერზე, სულ რაღაც 28 გამომწერი გვაკლია. იმედია, მალევე ავართ 1000 გამომწერზე, მაგრამ როგორც გითხარით, გავათამაშებ 1000 თუ 2000 იუსის რაოდენობის იუსებს თვითმფრინავს და პოპულარიტეტს არ ვიცი, როგორც თქვენ გინდათ, მანქანები ან რაღაცა უფრო მეც რო შეხვდეს. და რა ვიცი, Discord ლინკი აღწერაშია, არ დაგიზარდეთ შემოსვლა და თავი რა არ მოგავიზრდეთ, მოდი უკვე დაგევშვიდებით. ნახვამდის.